მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება გაგვიძლოს Samsung-ის ელემენტმა დიდი ხნით. ამრავი ვიდეო გადავიღე ამასთან დაკავშირებით და ახლა გაჩვენებთ ძალიან კარგ მეთოდს. პირველ რიგში უნდა გახსნათ ტელეფონის პარამეტრები. შემდეგ ჩამოდით ქვემოთ და მოძებნეთ კვების ელემენტი. აქ არის კვების ელემენტი, დავაჭიროთ მასზე და შემდეგ აქ არის ფინური გამოყენების შეზღუდვები. გადავიდეთ მასში. აქ არის რამოდენიმე ფუნქცია, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ღრმად მძინარე აპლიკაციები. აქ არის მძინარე აპლიკაციების, მუდამ ღვიძარე აპლიკაციების, მაგრამ უნდა ავირჩიოთ ღრმად მძინარე აპლიკაციები. აქ არის ასევე აღწერა, ღრმად მძინარე აპლიკაციები არასოდეს გაეშვება ფონზე და შეიძლება არ მიიღოს განახლებები და შეტყობინებები. ისინი მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა მათ გახსნით. სანამ არ გავხსნი აპლიკაციას, იმ აპლიკაციას, რომელიც მაქვს ტელეფონში, ის არ გამოიყენებს ელემენტს რა. ეხლა უნდა დავაჭიროთ სახელს და ავირჩიოთ ენერგიის გამოყენება, რათა დავინახოთ თუ რა აპლიკაციები იყენებს ელემენტს. ესენი არის TikTok-ი, Google Chrome, Facebook-ი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე TikTok-ი მჭირდება, მაგრამ სანამ არ გავხსნი, არ მჭირდება რა. ამიტომ მოვუნიშნავ გავთიშავ მას, დავაძინებ. ასევე Google Chrome-საც დავაძინებ, Facebook-ს არ დავაძინებ და YouTube-ს, Instagram-ს გამოვიყენებ ასევე, Messenger-საც გამოვიყენებ. ვიდეო მეიქერი არ მჭირდება რომ გაშვებული იყოს, ამიტომ დავაძინებ. WhatsApp-ს დავტოვებ, რა თქმა უნდა, ასევე Case-ს გავთიშავ, საქართველოს ბანკი, ასევე ამ აპლიკაციებს. იმ აპლიკაციებს დავაძინებ, რომელსაც ხშირად არ ვიყენებ რა, იმიტომ რომ როცა გამოვიყენებ, სანამ არ გამოვიყენებ, არ გამოიყენოს მისი ელემენტი. ელემენტმა არ გამოიყენოს ეს აპლიკაცია. Gmail-საც დავტოვებ, Viber-საც დავტოვებ, Flashcore-ს და ფუნქციებს გავთიშავ. რასაც არ ვიყენებ, ხშირად იმას ვნიშნავ რა ეხლა. რადგან არ გამოიყენოს ელემენტმა მანამ სანამ არ გავხსნი მათ. ესე ჩამოუყვებით და უკვე მონიშნავთ იმ აპლიკაციებს თქვენ თვითონ, რომელსაც არ იყენებთ, მაგრამ გჭირდებათ ამავდროულად და ელემენტი მათ არ გამოიყენებს, სანამ მათ არ გაუშვებთ რა. საკმაოდ კარგი მეთოდია. მოვუნიშნოთ ესე ჩამოუყვეთ ყველას, აირჩევთ აქ სასურველს, რომელიც გინდათ. მოვურჩი უკვე და შემდეგ დააჭერთ უკვე დამატებას. ჩვენ რა გავაკეთეთ რა, მოვუნიშნეთ ის აპლიკაციები, რომელიც გვინდა რომ არ გამოიყენოს ელემენტმა, სანამ მათ არ გაუშვებთ. Facebook-ი დავტოვე აქტიურად, YouTube-ი, Instagram-ი, Messenger-ი დავტოვე, WhatsApp-ი დავტოვე, ასევე დავტოვე Gmail-ი, Viber-ის დავტოვე და მორჩა. როცა ამ ყველაფერს მორჩებით, დააჭირეთ დამატების ხილაკს. სულ ეს იყო მეგობრებო, ამის შემდეგ შეგიძლიათ უკვე დააკვირდეთ თქვენს ელემენტს, თუ როგორ გამოიყენებთ და როგორი დიდხანს გაგიძლებთ ელემენტი და თვითონაც დააწუნდებით ამ ყველაფერში. თუ გინდათ ისევ პირვანდელ სახეზე დააბრუნოთ, ისევ შეხვალთ ღრმად მძინარე აპლიკაციებში, შეგიძლიათ 3 წელს დააჭიროთ და წაშლას დააჭიროთ და ყველა აპლიკაცია წაშალოთ აქედან და ისევ სტანდარტულზე დააბრუნოთ, უბრალოდ მონიშნოთ სასურველი და დააჭიროთ წაშლას და უკვე ისინი აქტიურ რეჟიმში გადავლენ როგორც იყვნენ რა, რასაც მონიშნავთ ის აპლიკაციები. როცა მორჩებით, გადატვირთეთ ტელეფონი აუცილებლად და თავიდან ჩართეთ. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი.